რაღაცას როცა ვერ ხსნი და ბოლომდე მინდა რომ აგიხსნა, რაღაც ეს არის ბოლო წერტილი, რომ აი აჰა და იფიქრე. მე რომ დღეს შენ წინ ვზივარ და შემიძლია ვითამაშო, ანუ განსხვავება რა არის, მე შემიძლია ვითამაშო, რომ აუტიზმი არ მაქვს. სულ ფიქრობ, რაც მერე გაგდებს. ადრე მეგონა რომ ეს იყო დეპრესია. რაშიც არ გამიმართლა არის ის, რომ ბავშვობაში არ დამისვეს დიაგნოზი, იმიტომ რომ უფრო ადვილად გავივირი ცხოვრებას. მთელი დღე არის აქტინგი. ანუ საერთოდ ავტომატურად არაფერი არ ხდება ჩემ ცხოვრებაში. რო გელაპარაკები, თან გიყურებ, მისჩვენია რომ მართლა თვალებში არ შემხედო და ესე ვილაპარაკო, იმიტომ რომ უფრო ადვილად ვფიქრობ. Take one. Hi girl. Hey. ჩვენ ვიყოფებით შენ სტუდიაში, ვართ უილიამსბურგში, მომიყევი, როდის დაიწყე ხატვა, რატომ გაყევი ხატვას და რას ნიშნავს შენთვის ეს ფორმა, რომ შენი თავი გამოხატო? სულ ხატავდი. ანუ ბავშვობიდან ხატავდი, მე ჩემი უფროსი და აკადემიაში სწავლობდა და რაღაც პეინტებს ვპარავდი და ხატავდი და სულ ხატავდი, მე ნიკოლაძეში ვსწავლობდი. და მე რაღაცა ბევრ სხვადასხვა პროფესიას მივედე და მაინც ამას უბრუნდებოდი, ხო იცი, ანუ რაღაცას რომ ისწავლი და უკვე აღარ გაინტერესებს და ისევ ამას უბრუნდები თუ რაღაც რა. Nice. ჩემთვის ყველაზე ადვილი ფორმა საერთოდ სამყაროსთან ურთიერთობის და კომუნიკაციის ნახატებით. იმიტომ რომ არის რაღაცები, რასაც ტვინში ვერ ვალაგებ, ვერ ვამბობ. რას ვერ ამბობ? ყველაფერი იქამდე მიდის, რომ საბოლოო ჯამში მაინც აუტიზმი მაქვს და ვიკეტები, ანუ ძალიან ბევრი ინფორმაცია შემოდის, ანუ ფაქტიურად ჩემი ტვინი ბევრი ინფორმაციას იღებს, ძალიან სენსიტივი ვარ ყველაფერთან, ანუ აი ხაც ეს ცარონათელია და ეს რომაც ვია ფიქრობ ეხა თაგი აქვს თუ არა ტანსაცმელს და რო გელაპარაკები, ანუ თან გიყურებ, მისჩვენია რომ მართლა თვალებში არ შემოხედო და ესე ვილაპარაკო, იმიტომ რომ უფრო ადვილად ვფიქრობ. მეც ზუსტად. ანუ გაფილტრვა ინფორმაციის ცოტა სხვანაირად ხდება აქ. ძალიან detail oriented ვარ და მგონია რომ რაღაცას როცა ვერ ხსნი და ბოლომდე მინდა რომ აგიხსნა, რაღაც ეს არის ბოლო წერტილი, რომ აი აჰა და იფიქრე. კაი, პირველი აზრი. მიდი. რაც მოდის არის. ანუ ესენი აქეთ არიან. მე ვხედავ რომ მოწვო, მაგრამ ესეც არ იქნება. Yeah, true. Girl, I know my shit. Yeah. მე ვხედავ ამას, რომ რაღაცა სახელი არის თორცები God save the others. Shut up, girl. Stop it. აგვიხსენია ბა რა არის აუტიზმი? აუტიზმი არის უბრალოდ ცოტა სხვანაირი ტვინი, სადაც სხვანაირად მუშავდება ინფორმაცია და სხვანაირი გამოხატულება აქვს ამ ყველაფერს. მე ანუ ძირითადად სამყარო არის მოწყობილი ნორმალური ტვინის მქონე ადამიანებისთვის და ეს აუტიზმიანი ხალხი ცოტა გამორიყულია რა. ანუ აი ეხლა რომ მელაპარაკები, ანუ პირდაპირ მოვდივარ რომ თვალებს გიყურებ და რას ამბობ გისმინო რა. ეს ჩემთვის არის არანატურალური ფორმა. ანუ მაქვს ბავშვობიდან ნასწავლი. ეგეთი ნასწავლი რაღაცები მაქვს ძალიან ბევრი და ამიტომ ჩემი თავი მაქვს ყოველთვის შეზღუდული, რომ როგორც ნორმალური ადამიანი იქცევა, მაგალითად თვალებში გიყურებ ესეთი ბევრი რაღაცები სულ აკონტროლო დღის განმავლობაში. მთელი დღე არის აქტინგი. ანუ მთელი დღე. მივხვდი, ანუ როგორც ჩანს იცი, ვისაც აუტიზმი არ აქვს, იმათ ანუ აი იციან რა, ითქვა შევიდნენ თავის მეგობრებთან და მიხვედი ვიღაცამ გაგიღიმე შენ მიხვედი და ელაპარაკეს ავტომატურად არაფერი არ ხდება. ანუ საერთოდ ავტომატურად არაფერი არ ხდება ჩემ ცხოვრებაში. ამიტომ ფიქრი წარმოიდგინე არის overtime სულ ფიქრობ, რაც მერე გაგდებს. ადრე მეგონა რომ ეს იყო დეპრესია. ამიტომ გამოჩნდებოდი 1-2 თვე და მე დავიკარგებოდი თუ რაღაცა რა და დღეს უკვე ვიცი რომ რაღაცა საკუთარ ენერგიას როგორ უნდა გაუთილე რა, ანუ ჯანმრთელად კვება, ვარჯიში ყველაფერი, ანუ ყველაფერს შედეგი აქვს მე ტვინში როგორ ვარ რა და ამიტომ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ და ნუ აი ესეც წინ რომ ბილდინგი არ არის და ეს. ანუ ეხა რომ გელაპარაკები, ყველაფერი ინფორმაცია ვიცი, კედელი როგორია, ის როგორ მიყურებს, ეს რას ფიქრობს, ყველაფერი მიდის ერთდროულად. ანუ ხო რა. აქ რაღაცა მინუსები, სპეციფიკ რაღაცებია, როგორ უნდა ვიცხოვრო ყოველდღიურად, რომ უბრალოდ ნორმალურად ვიყო. და არის რაღაცეებში, რომ შეიძლება ძალიან ბევრად მაგარი ვიყო, ვიდრე ნორმალური ტვინის მქონე ადამიანი. სტერეოტიპები, რაც გვაქვს, რომ აუტიზმიანი ბავშვი მაგალითად როგორი უნდა იყოს, ხო ხდები და ისიც რომ იცი რა შენ არ გაქვს აუტიზმი, ნორმალური ხარ, კაი, ეხა ყველას გვეძინება და ყველა მიღლებით და ყველა რაღაცას შვები და
ანუ ყოველდღიურად იმდენს მუშაობ, რომ მე ნორმალურად ვიყო, ცოტა რაღაცა არასწორად ვიღებ ხოლმე მაგას, რომ შენ მე რო დღეს შენ წინ ვზივარ და შემიძლია ვითამაშო, ანუ განსხვავება რა არის, მე შემიძლია ვითამაშო, რომ აუტიზმი არ მაქვს. მიხვდი, ანუ მიყო გახსნილი, მაგრამ მე ეს თოლი რაც არის, ვარდები რა. ჩემი პრიორიტეტი ახლა არის ბავშვები, ვისაც არ აქვთ ისეთი შესაძლებლობა ან ოჯახებს, ვინც იქამდე ვერ მისულა, რომ რაღაცა ძალიან დასორჩოს და ყურადღება მოაქციოს თუ ცოტა ოდნავ სხვანაირია და რაღაცები არის, რომ მე მიყვარდა მაგალითად მამა ჩემი რომ რაღაცა ტელევიზორის ყუთები მოქონდა და სახლებს მიშენებდა და იქ ვიჯექი რა საათები ვიჯექი იქ და რაღაცა ცოტა ნორმალია დამოვარდნილი იყო მეკითხი, მაგრამ ანუ მე ჩემს შორის საერთოდ არაფერში არ ვადანაშაულებ, უბრალოდ არ იყო ამდენი ინფორმაცია დღეს რამდენიც გვაქვს რა. მე იყო მაგალითად ის რომ მე რომ იქ რაღაცა ხიდის თავში მივდიოდი და იქ მდინარეზე გავდიოდით თუ რაღაცა იქ ზე ძალიან მაწუხებდა, მიხვდი და მაგდებდა რა ბოლომდე რა, მაგრამ იმდენად თვითონ ამ მზის გარდა თვითონ იმდენად ფანარი ეს ამ ყველაფრის გაკეთება, რომ რაღაცები მე გებლოკება და აღარ გტკივა რა, მაგრამ ეს გაუთვითცნობიერებელი რაღაცეები არის რაც მე გაგდებს რა და ამიტომ გადი იქ შენ ითამაშე მზეზე უბრალოდ სათვალე გაიკეთე ქუდი და იხურე იქ რაღაცა ეს პატარა რაღაცებით ეს სენსორი რაღაცები შეიძლება შეამცირო რა და ეს რაღაცა ცხოვრების quality-ში უფრო გიწყობს ხელს. რაშიც არ გამიმართლა არის ის რომ ბავშვობაში არ დამისვეს დიაგნოზი, იმიტომ რომ უფრო ადვილად გავივლიდი ცხოვრებას. მე ხდი უფრო მეტი ინფორმაცია მექნებოდა საკუთარ თავზე და როგორ გავაკეთო მენეჯინგი ცხოვრების. და მე გამიმართლა იმაში, რომ თუნდაც მე დღეს დიაგნოზი მაქვს დასმული და არ არის გვიან რომ რაღაცები შევცვალო და რაღაცა ცოტა ისე განვაგრძო ცხოვრება, რომ რაღაცა happy და joy მქონდეს რა შეგნით რა. სტაბილურად რო იყო და ცოტა შეეძლო შენი მენეჯინგი. ეს არ არის, მიხვდი, ანუ ეს მენტალურ დაავადებებში არ შედის. მიხვდი, უბრალოდ რაღაცა განსხვავება არის ინფორმაციის გადამუშავებაში რა საბოლოო ჯამში მან ჩამოვდივართ რა და ამიტომ რაც მიღებული არის როგორც უნდა იყოს ადამიანი ყოველდღიურად უბრალოდ არ ვარ ესე მიხვდი და როგორც არ უნდა ვიღაცამ იქ დამაძალოს თუ არ დამაძალოს და ესე უნდა იყოს და მაკრიტიკოს და არ მაკრიტიკოს, ნუ საბოლოო ჯამში არის ის რომ რაც შეიძლება ვიღაცას ახარებდეს და ვიღაცისთვის აი encouragement-ი რომ აი მიდი და გააკეთე და ყოველთვის შეიძლება ეს არ მუშაობს ჩემთვის და ვიღაცისთვის მუშაობს. მიხვდი და ამიტომ რაღაც ცოტა სხვანაირი მიდგომა მჭირდება მე ჩემი ტვინის პატრონს რა, ანუ ეგ არის. ფუნჯს იღებ და აი სად ხარ, სად მიდიხარ, რას გრძნობ? როგორ რაღაც არის, ანუ სანამ ფუნჯამდე მივალ ეს არის ანუ დიდი ფიქრის პროცესი, ანუ ტვინი არ ჩერდება, მიხვდი, ანუ აი ტრეინზე ვარ, სახლში ვარ, ყავას ვიკეთებ, იქ რაღაც ვიღაცას ველაპარაკები, ანუ სულ ყველაფრის ანალიზი ხდება, ანუ სულ და ამიტომ მე უკვე აქ შემოდივარ, უკვე იქ ნოუთები მაქვს ჩაწერილი, რომ რაღაცა ვიფიქრე და ეს რა სასაცილო იყო თუ რაღაცა და აქ რო ვარ უკვე ვერ ვხვდები რამდენი საათი გავიდა, რას ვაკეთებ. ხატვა ეგ არის რა, ანუ შემიძლია რომ ეს საერთოდ ყველაფერი გავთიშო და დავჯდე და ხატო რა. Girl, რაც ხდები, უფრო უკეთესი და უკეთესი ხდები. If I may say so myself. Thank you very much. ეს სამყაროს რა. ცოტა შეიძლება იჯდე ხორცზე და იმას მიყავდე, მაგრამ ხორცი თუ დაეცა შენს უნდა ხოდა I kind of love this place. ხანდახან ესე გუზობ ხოლმე თავს. ხორცი ვინ არის შენ ცხოვრებაში? თან გრძელი ბევრი ხორცი მყავს, იცი? გრძელი თვალს, ზუსტად ეგ იყო. ახლა კონფლიქტი ქონდა აქ. ვიხდი სა. ესე ბატარე. ბაზარი რა. ყამაზად. Why are you making me? Go ahead. Do you know more? Oh my god, yes. You want more? Yes. აქ იყო ლოლა. Lola was here. ნათია იყო ლოლასთან. სადმე, რამე. I know. მიგასხა ხა?